თანამედროვე რეალობაში ქალის მხრიდან მამაკაცის ღალატი არის ძალიან გახშირებული. ჩნდება კითხვა, რატომ, რა არის მაგის მიზეზი? სინამდვილეში მაგის ახსნა ძალიან მარტივია. საქმე იმაშია, რომ ურთიერთობის დასაწყისში ძალიან ბევრი მკვეთრი და დასამახსოვრებელი მოვლენები ხდება. მაგ დროს ემოციურ ბუსტზე ზის წყვილი. პირველი შეხვედრა, ერთმანეთის მიმართ ძალიან მოწიწებით მოქცევა, ერთმანეთთან იმაზე შეჯიბრი თუ ვის უფრო მეტად უყვარს. ეს და მსგავსი ყველაფერი არის ემოციური ბუსტი. აუცილებელი პირობაა ძილის წინ რაღაც სმაილის გაგზავნა ერთმანეთისთვის. შემდეგ კი ეს ყველაფერი გრძელდება რაღაც საერთო მოგზაურობით. შემდეგ საერთო მომავლის გეგმები მოხვება მაგ ყველაფერს. შემდეგ ქორწილი, თანაცხოვრება, ორსულობა და ბავშვის მოლოდინიც. ანუ აზრი იმაშია, რომ ურთიერთობის დასაწყისში სულ რაღაც ახალი ხდება და სულ ახლის მოლოდინში ხართ. მოლოდინი კი ნიშნავს თქვენს ბიოქიმიაში ნეირომედიატორი ჰორმონი დოფამინის გამოყოფას. ყველა ახალი მოვლენა შეიძლება გარკვეულწილად ჩაითვალოს როგორც ფსონის აწევა. იმიტომ რომ იმ მომენტში ერთი მოვლენა მეორეზე ბევრად მაგარია, ბევრად მეტ დადებით ემოციას იწვევს. გარკვეული ემოციური პროგრესი მიდის თქვენს ბიოქიმიაში. შემდეგ რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს, აცი აღარაფერი ხდება, მორჩა ემოციური სიახლეები. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ მორჩა ემოციური ბუსტი და ჩავარდნა იწყება. იწყება რუტინული ყოველდღიურობა. იწყება პასუხისმგებლობის აღების პერიოდი. იმიტომ რომ ოჯახურ ურთიერთობაში გარკვეული ძალისხმევა, შრომა უნდა ჩაიდოს. ანუ ურთიერთობის დასაწყისში შენ ენთუზიაზმი გამოძრავებდა, რის შედეგადაც ძალიან კრეატიული და დაუზარებელი იყავი. ნაკლები ძილიც კი რომ ყოფნი და შენ იჯექი ხოლმე და თქვენს შეხვედრას ელოდებოდი. ეს ყველაფერი შენ გარკვეული პოზიტიური ემოციებით, ჰორმონებით, შეგრძნებებით გავსებდა და იდეალურ ხასიათზე იყავი. ოჯახური ურთიერთობა კი პირიქით ენერგიას გართმევს. იმიტომ რომ კარგი, მყარი და შემდგარი ოჯახი არის პირველ რიგში ტიტანური შრომა რუტინულ გარემოში. და როდესაც ქალი არ არის მომზადებული ამისთვის, რა ხდება მაგ დროს? რა ხდება და ფიქრობს ეს სად მოხვდიო? მე ამ ყველაფერზე არ მომიწერია ხელიო. და გასაგებია, რომ ქალი პირველი რამდენიმე ხანი ითმეს. მაგ მოთმენის პერიოდში კი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მის ხასიათზე აისახება. სულ უფრო უკმაყოფილო და კონფლიქტური ხდება. გამოსავალი რა არის ამ ყველაფრიდან? უბრალოდ თავიდან უნდა რომ განიცადოს ყველა ის ემოცია, რაც ურთიერთობის პირველ ეტაპზე იყო. ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა იგივე ემოციების განცდა? კი შესაძლებელია, ოღონდ შენთან აღარ. სხვა მამაკაცი არის ერთადერთი ვარიანტი, ვისთანაც ის შეძლებს იმ საწყისი ემოციების მიღებას. სრული უმრავლესობა, ვინც ამ ვიდეოს უსმენს, სერიოზულად არ უდგება იმ ყველაფერს, რაც მე მოვყევი. ჩართო მოусმინა და თქვა სახალისო ვერსია მოხუცო. მაგრამ ეს არ არის ვერსია. თანამედროვე რეალობაში სამწუხაროდ ეს ის არის, რაც უმრავლესობის ცხოვრებაში ხდება, ან მოხდება. იმიტომ რომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ იმ კონტრასტის გადატანა, რაც ურთიერთობის დასაწყისიდან ოჯახურ ურთიერთობაში გადასვლისას ხდება. ეგ მათთვის ისეთივე კონტრასტია, ცხელი ჯაკუზიდან ეგრევე ცივ, ყინულით სავსე აუზში რომ ჩააგდონ. თავისთავად ჩვენ იმასაც ხვდებით, რომ ეს სისტემა მხოლოდ ქალზე არ მუშაობს მასე. ზუსტად იგივენაირად ხდება ოჯახური ურთიერთობისთვის მოუმზადებელი მამაკაცის შემთხვევაშიც. ხოლო თუ ჯანსაღად მოაზროვნე მამაკაცებზე ვისაუბრებთ, ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს ამზადებენ მაგ გარდაუვალი მომავლისთვის. მასეთი მამაკაცი ქალზეც ფიქრობს თავისთავად და ხვდება. ხვდება რომ ქალის ის ქცევა, რაც ურთიერთობის რომანტიულ ფაზაშია, რადიკალურად შეიცვლება, როდესაც ისინი პრაგმატულ ფაზაში გადავლენ. ხვდება რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ქალი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე მომავალში მოიქცევა. არც ერთი მაგალითი არ არსებობს, სადაც ქალი ურთიერთობის დასაწყისში ცუდად ექცეოდა მამაკაცს, შემდეგ კი ოჯახურ ურთიერთობაში გამოსწორდა და უკეთესად ექცევა. და მთელი პრობლემა იმაშია, რომ მამაკაცთა მთელი ბატალიონია, რომლებსაც სჯერათ იმის, რომ აიცოლად რომ მოიყვანს, შვილი ეყოლებათ და მერე ქალი უკეთესი გახდება. ზოგადად, ადამიანთა უმრავლესობას არ უნდა, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს. საკუთარი თავის მოტყუება ურჩევნია. და როდესაც მსგავს პოზიტიურ სცენარს განიხილავს თავის თავში, ის საერთოდ ვერც კი იაზრებს, რა ხდება სინამდვილეში მის გარშემო და რა მომავალი ელის მას. ქალი ურთიერთობის საწყის ეტაპზე დადებითი ჰორმონების ცხენის დოზას იღებს. შესაბამისად მაგ დროს შენ რასაც ხედავ, ეგ არც არის მისი რეალური სახე. ეგ არის მისი საუკეთესო ვერსია რომ აიღო და ზემოდან კიდევ 3-ზე რომ გაამრავლო. ანუ ეგ მისი საუკეთესო ვერსიის მთელი 300%-ია. ხოლო მომავალში, ოჯახურ ურთიერთობაში, ის 100%-იც კი აღარ იქნება. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის ემოციური ბუსტი ფიზიკურად ვეღარ არის, რაც საწყის ეტაპზე იყო.
ზემოდან გარკვეული პასუხისმგებლობებიც აწვება, რუტინაც აწვება, შრომაც უწევს, უძილობაც უწევს და ასე შემდეგ. და ასეთია სამწუხარო რეალობა. მაგრამ არავინ ამაზე არ საუბრობს. შენ არც წიგნში წაგიკითხავს ეს, არც ფილმში გინახავს, არც არავის მოუყოლია შენთვის. მხოლოდ მაშინ გეღირსება კარგი ურთიერთობა, როდესაც ზუსტად და სწორად იცი რაც ხდება შენს გარშემო. ადამიანთა უმრავლესობა არის დეზინფორმაციის მსხვერპლი. და ზუსტადაც მაგიტომ განიცდიან და მაგიტომ ემართებათ დეპრესიები. ანუ ადამიანი იმიტომ კი არ განიცდის, რომ რაღაც მომენტში თავისი პარტნიორი ისე ძალიან აღარ უნდება. იმიტომ განიცდის, რომ სულ სხვა გათვლები ჰქონდა, სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა. ეგ გათვლები და მოლოდინი კი დეზინფორმაციის შედეგია. მარტივ მაგალითს მოვიყვან. თქვათ დაბადების დღე გაქვს და ყურში ჩაგიჩურჩულეს, რომ დღეს მანქანა უნდა გაჩუქონო. შენ მომენტალურად უცებ გაგიხარდება, უცებ დადებითი ემოციებით და იტუმბები. შემდეგ კი ხედავ, რომ სმარტფონი გაჩუქეს. ამ დროს შენ შეიძლება იტირო კიდევაც, იმდენად გეწყინება. შენ ამბობ, სად არის ჩემი მანქანაო, პასუხად კი გესმის, მე მაპატიე, მეგობარო, მომეჩვენაო. მორჩა, გაგიფუჭდა ხასიათი და უკვე უარყოფით ემოციებს განიცდი. ახლა კი წარმოიდგინე, არავის არაფერი რომ არ ეთქვა და ისე ეჩუქებინათ ეგ ტელეფონი, რამდენად გაგიხარდებოდა. უბრალოდ მადლიერი იქნებოდი მაგ საჩუქრისთვის. და ეს ასე მუშაობს ყველაფერში. თუ შენ რეალისტური წარმოდგენები გაქვს ოჯახურ ურთიერთობაზე, თუ გაგაჩნია მადლიერება, შენ უკვე ყველაფერი გახარებს. და თუ არა რეალისტური წარმოდგენები გაქვს, თუ არ არის შენში მადლიერება, თუ გგონია რომ ეგ შეყვარებულობა სამუდამოა, თუ გგონია რომ ეგ სიახლეები სამუდამოა, მაშინ რა ხდება? რა და შენ უბრალოდ განწირული ხარ უბედურებისთვის. გავიგეთ, რომ ურთიერთობის დასაწყისი არის ყველა ადამიანის ცხოვრების ძალიან მიმზიდველი და ძალიან მაცდური ეპიზოდი. მაგრამ არსებობს ერთი ფაქტი, რომელსაც უნდა შევეკუოთ. რომ ერთ-ერთი პარტნიორის გრძნობები უბრალოდ დამდაბლებას დაიწყებს. საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენს ბიოქიმიაში გარკვეული ჰორმონები ზედმეტად გამოიყოფა, ჩვენი ორგანიზმი მაგის დაბალანსებას ცდილობს. მაგისთვის კი აქვს რამდენიმე გზა. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა არის რეცეპტორების დაქვეითება, ანუ მაგ ჰორმონის მგრძნობელობის დაქვეითება. შემდეგ კი თვითონ დოფამინის რაოდენობაც ნელ-ნელა იკლებს. აზრი იმაშია, რომ შენ იგივე გაქვს, რაც ადრე გქონდა, მაგრამ იმ სიამოვნებას ვეღარ იღებ მაგისგან, რასაც ადრე იღებდი. და მთელი დეზინფორმაციაც იმაში მდგომარეობს, რომ ეგ შეყვარებულობა, რომელიც დოფამინის ზედოზირებიდან გამომდინარეობს, გონიათ, რომ სამუდამო იქნება. მაგრამ ეგ ეგრე არ იქნება. ერთ მშვენიერ დღესაც ეგ თქვენი დოფამინის ურთიერთობა გადადის ოქსიტოცინის ურთიერთობაში. ოქსიტოცინი კი არის უბრალოდ ნათესაურ კავშირზე პასუხისმგებელი. მაგალითად, როდესაც ქალი მიდის მამაკაცისგან, რას ეუბნება ის თავის დაქალებს, ან ფსიქოლოგს. აი უბრალოდ მივეჩვიე ქმარს, მაგრამ ის სიყვარული კი აღარ არის, უბრალოდ ჩვევაო. ბიოქიმიურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, დოფამინი აღარ გამოიყოფა, მაგრამ ოქსიტოცინის კავშირი შედგა. და ეგ არ არის უბრალოდ ჩვევა. ზუსტადაც მაგაზე იწყობა ყველა კარგი და შემდგარი ოჯახი. ზუსტადაც ოქსიტოცინი არის ძლიერი ოჯახის მთავარი ძრავა. მთელი პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ დოფამინით დაწყებული ურთიერთობების მხოლოდ 10% ადაპტირდება ოქსიტოცინის ურთიერთობაზე. მხოლოდ 10% ხვდება და ეგუება მაგ ფაქტს. 90% კი უბრალოდ უბედურია. იწყებენ კონფლიქტებს, წყენებს, გაბუტვებს, შორდებიან ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში ღალატობენ კიდევაც. იმიტომ რომ მხოლოდ მასე არის შესაძლებელი დოფამინის იმ დოზის მიღება. ანუ რა გამოვიდა მთავარი პრობლემა? რა თქმა უნდა ის, რომ თქვენ ყველანი ხართ მოტყუებული, დეზინფორმირებული. უმეტესობა თქვენგან სჯერა იმის, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე რა ემოციებიც იყო, ეგ სამუდამოდ ეგრე უნდა იყოს და შემდეგ ეგ წყურიათ. შესაბამისად, თუ თქვენ ურთიერთობა დაიწყეთ მაგ იდეით და მაგ მოლოდინით, თქვენ უბრალოდ განწირული ხართ უბედურებისთვის. მაგრამ როდესაც წინასწარ იცი და ხარ მომზადებული, რომ ეგ ეგრე არ იქნება. როდესაც იცი, რომ აუცილებლად გადავალთ ურთიერთობის რუტინულ, პრაგმატულ ფაზაშიო, არაფერი გლობალური პრობლემა აღარ გექნებათ. ზოგადად, სანამ ოჯახურ ურთიერთობას დაიწყებ, მანამდე შენს თავში უნდა ჩაწერო ღალატისგან თავდაცვის კოდი. ანუ ერთგვარი ანტივირუსივით უნდა ჩაწერო. იქედან გამომდინარე, რომ არხი არის მამაკაცებისთვის, ახლა ჩვენ უშუალოდ ქალებზე ვისაუბრებთ. როგორ ღალატობს ქალი მამაკაცს, რა ეტაპებს გადის სრულფასოვან ღალატამდე. პირველი ეტაპი არის მიმზიდველი მამაკაცების თვალიერება. ეგ შეიძლება ფილმში იყოს, შეიძლება სოციალებში, შეიძლება უშუალოდ რეალურ ცხოვრებაშიც. მაგალითად, ვიღაც მიმზიდველ ადამიანზე რომ შევჩერდებით და ვათვალიერებთ მას, რატომ ვაკეთებთ მაგას?
ამაზე ცალკე ვიდეო მაქვს თავისი მეცნიერული კვლევის დასტურით. იმიტომ ვაკეთებთ, რომ მაგ დროს ჩვენს ბიოქიმიაში გამოიყოფა დოფამინი და ვტკბებით მაგ პროცესით. ანუ უკვე მაგ დროსაც კი ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ სიმპათიას ვშთანთქავთ და ვაპროგრამებთ ჩვენს თავს. ჩვენი დაჯილდოების სისტემა კი დოფამინის მეშვეობით გვახალისებს მაგ ქმედებისთვის. და ძალიან დიდი სიშტერია იმაზე ფიქრი, რომ აი მან შევჩერდები, უბრალოდ ვუყურებ, არაფერი პრობლემა არ არის მაგაშიო. მეორე ეტაპი არის უკვე, როდესაც ჩვენ გვაქცევენ ყურადღებას და ეგ რომ გვსიამოვნებს, მაგისგან რომ ვიღებთ დოფამინს. განსაკუთრებით, როდესაც შენით იწყებ უკვე მაგ ყურადღების პროვოცირებას. იმაზე კი არ ფიქრობ, როგორ მოვაგვარო ეგ პრობლემა, რომ აღარ მივიქციო ყურადღება, პირიქით ტკბები მაგ პროცესით. შესაბამისად, თუ შენ ფიქრობ, რომ შენი ცოლი მოკლე კაბებს რომ იცვამს, ან სოციალებში გამომწვევ ფოტოებს რომ დებს, ან დარბაზში საჯდომს რომ ავარჯიშებს, მაგას ექსკლუზიურად ჩემთვის აკეთებსო. მაშინ შენ უკიდურესად შტერი ადამიანი ხარ. მესამე ეტაპი არის უკვე ფლირტი. ფლირტი, რომელიც ზრდილობით იფუთება. ანუ მე კი არ ვეფლირტავები, უბრალოდ ზრდილობიანი გოგო ვარო. და მასე არა მხოლოდ თავის თავთან შეუძლია ქალს საკუთარი თავის მართლება, არამედ უშუალოდ ქმარიც კი რომ ესწრებოდეს მაგ სიტუაციას, მასთანაც მასევე იმართლებს თავს. და მამაკაცი ამასაც ჭამს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სადაც მაქამდეა უკვე სიტუაცია მისული, იქ გასაგებია რომ რამე პრეტენზია რომ წაუყენოს მამაკაცმა, ქალი მას აქეთ დაადანაშაულებს, აქეთ შეუტევს შენ მე ვინ მგონი ვარო. მეოთხე ეტაპი კი არის უკვე, როდესაც ღიად, ბევრად თავდაჯერებულად ეთამაშება ცეცხლს. თავისთავად ეგეც გარკვეულ ლოგიკაში იფუთება, გარკვეული წესების დაცვით ხდება. მაგალითად ფიტნეს ტრენერი. ანუ ის უბრალოდ მასთან სავარჯიშოდ მივიდა და რა პრობლემაა? შეიძლება ვინმე კოლეგა იყოს, რომელთანაც ერთად მუშაობენ და უბრალოდ ჯიგრულად არიან და რა პრობლემაა რომ ეკონტაქტება? ანუ აზრი იმაშია, რომ მანდ უკვე ერთმანეთის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს ცვლიან. პირდაპირ შეიძლება არც ეუბნებიან ერთმანეთს, თუმცა ორივე გრძნობს და ორივემ კარგად იცის ეგ. ხოლო თუ პირდაპირ არ ეუბნებიან ერთმანეთს, მაშინ ეგ არ არის ღალატი, ეგ არ არის დანაშაული. ასე იმართლებს თავს საკუთარ თავთან პრობლემური ქალი. აი აქ მინდა დაგაფიქროთ იმაზე, თუ რამხელა გზას გადის ქალი იქამდე, სანამ უშუალოდ ინტიმამდე მივა საქმე. და როდესაც უკვე მეოთხე სტადიამდეა მისული საქმე, როდესაც უკვე მთელი ეგ გზა გაიარა, ის ფიზიკურად ვეღარ შეძლებს გაჩერებას. თავისთავად თუ რაიმე ზებუნებრივი არ მოხდა. ანუ მეოთხე ეტაპზე თავისით ის უკვე არავითარ შემთხვევაში აღარ გაჩერდება და აუცილებლად გადავა მეხუთე ეტაპზე. უბრალოდ დროის და პირობების ამბავია. მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ქალის ღალატის ისეთი ისტორია, სადაც ქალს ყველა ის ეტაპი არ აქვს გავლილი. ანუ უცებ რომ შეხედოს მამაკაცს და შემდეგ წავიდეს სადმე გასახდელში შევიდეს მასთან ერთად. ქალის შემთხვევაში ეგ ეგრე არ მუშაობს, ეგ ეგრე არ ხდება. ეგ მამაკაცს შეუძლია მსგავსი რაღაცით რომ დაკავდეს, იქვე დაასრულოს ეგ ამბავი და საერთოდ აღარც გაახსენდეს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცის მაგ ქცევას რამენაირად ვამართლებ. მაგას თავისი მინუსები აქვს და თავისი შედეგები მოჰყვება, რომელიც ცალკე ვიდეოს თემაა. თუმცა მაინც ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს ქალთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც ეგეთებიც და უარესებიც შეუძლიათ. მაგრამ მაგათ უბრალოდ არც განვიხილავ. მანდ წესით ისედაც ყველასთვის ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. მასეთი ქალებისთვის ყველა ის სტადია უბრალოდ ცხოვრების წესად არის ქცეული. მასეთი ქალები თითქმის ყველა მამაკაცს ეფლირტავებიან. და რამე პრეტენზია რომ წაუყენო რა საკეთებო, გეტყვის რომ მე უბრალოდ ძალიან კომუნიკაბელური ვარო. აზრი იმაშია, რომ თუ ქალს ბიჭი მეგობრები ჰყავს, თუ ვიღაც ყოფილები დასდევენ მას, თუ ღიად გამომწვევი ფოტოები აქვს ჩამოლაგებული სოციალებში, ის უკვე სინდის გამოცლილია. ყველა ის ეტაპი, რაც ჩამოვთვალე, არის ნელ-ნელა, ეტაპობრივად და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ სინდისის მოშორების გზა. და მაგ გზაზე ქალს მთელი მარაფონი აქვს სარბენი რომ ფინიშზე გავიდეს. ხოლო თუ სინდისი უკვე აღარ აქვს ქალს, ის მაგ საკითხში ჰუსეინ ბოლტივით არის. მისთვის ეგ არის უბრალოდ 100 მეტრიანი სპრინტი და მეტი არაფერი. უცებ აკრებს სიჩქარეს და უცებ მივა ფინიშამდე. მოკლედ მე მგონი ეგეთი ტიპაჟი ყველასთვის ისედაც გასაგები უნდა იყოს, ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ. მამაკაცებს ხშირად უჩნდებათ შემდეგი კითხვა. დავიჯერო ქალი ვერ ხვდება რომ ის ჯემალი მას უბრალოდ გამოიყენებს და მოისვრის. რომ მაგ ტიპთან მას არაფერი მომავალი არ აქვსო. რა თქმა უნდა ვერ ხვდება. მაგალითად რომ შევიდეს უცებ ოთახში და დაინახოს ქალმა ეგ ჯემალი როგორ ჭამს ძირსნაყარ ბრინჯს და ჰკითხოს რას აკეთებო. ჯემალიმ კი რომ უპასუხოს რავი მაგრად ვხალისობ ამ პროცესითო. ქალს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ექნება. პირიქით შეიძლება თვითონაც შეუერთდეს და ერთად ჭამონ ძირსნაყარი ბრინჯი. და ეგ ეგრე მოხდება ერთი ბანალური მიზეზის გამო.
ჯემალი არის იმ მომენტში მისი დოფამინის ბარიგა, მისგან იღებს ის მსუყე დოზას და მაგ დოფამინით არის გაბროებული. და რაც არ უნდა უქნას ჯემალიმ, ჯერჯერობით ქალი მასთან იქნება. და შენ მაგ მომენტში რაც არ უნდა აკეთო, ის შენკენ არც კი გამოიხედება. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რამდენი ფაქტიური ისტორია იცით, სადაც ქალმა უცებ 2-3 თვეში უღალატა მამაკაცს? დიდი ალბათობით არც ერთი არ გეცოდინებათ ეგეთი ფაქტები. რატომ? იმიტომ რომ მასეთ მოკლე დროში ღალატისთვის მოტივი არ არსებობს. მოტივი ჩნდება მაშინ, როდესაც დოფამინის ურთიერთობა გადადის ოქსიტოცინის ურთიერთობაში. მაგისთვის კი ხშირ შემთხვევაში არის საჭირო რამდენიმე წელი. ან ბავშვები უნდა გეყოლოთ. ამ შემთხვევაში სწრაფადვე ხდება ხოლმე. როდესაც ქალი დეკრეტიდან გადის სამსახურში, იქ კი ჯემალი ელოდება მას. გრძელვადიან ურთიერთობაში გინდა არ გინდა ის პოზიტიური შთაბეჭდილებები ეტაპობრივად დამდაბლებას იწყებს. რაზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ. რას აკეთებს ჩვენი ორგანიზმი, როდესაც რომელიმე ჰორმონი ცოტა არის? რა თქმა უნდა, რეცეპტორებს ხდის უფრო მგრძნობიარეს. პრაქტიკაში კი ეგ აისახება იმით, რომ პატარა, მიზერული რაღაცებიც კი ძალიან გვიხარია, ბევრად მგრძნობიარე ვართ. პატარა ბავშვები რომ ავიღოთ, მათ ისეთი რაღაცები უხარიათ, რაც ჩვენში უკვე დიდი ხანია, რაც აღარანაირ ემოციას აღარ იწვევს. შესაბამისად, ყველა ადეკვატურ და შემდგარ ოჯახში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილი შედგება ბრძენი პატარა ბავშვებისგან, რომლებიც გაიზარდნენ, რომლებიც დაბრძენდნენ, რომლებიც ხვდებიან ამ მექანიზმს და აკონტროლებენ. აკონტროლებენ იმას, რომ ამ დახურულ სივრცეში წვრილმანებისგანაც კი დიდი სიამოვნება მიიღონ და იღებენ კიდევაც. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში რა ხდება? დოფამინი არის ცოტა, გრძნობელობა კი მაღალია. და უცებ ხელოვნური ჩარევით რომ გაუკეთო დოფამინის ინექცია, რა მოუვა მას? ის შეიძლება სიამოვნებისგან გაგიჟდეს კიდევაც. ზუსტადაც ეგ ინექცია არის ის უცხო მამაკაცი, რომელსაც გარედან იღებს ქალი. ახალი მამაკაცი, ახალი ისტორია, უდრის მეტ დოფამინს. ეგ იგივეა უნახშირწყლო, კეტო დიეტაზე როცა ხარ და უცებ ბურგერების საჭმელად რომ შეხვიდე. მთელი ცხოვრება შეიძლება გახსოვდეს ეგ ემოციური კონტრასტი. მე მეცაც გეტყვით. ქალი შეიძლება ოქსიტოცინს ქმრისგან იღებდეს დოფამინს საყვარლისგან. ხოლო საყვარელს რომ უმალავს ქმარს და ჯეიმს ბონდივით ფარულად რომ ხვდება მას, მაგ დრაივებისგან კი ადრენალინსაც იღებს. და ნუ შედეგად ენდორფინებსაც. აზრი იმაშია, რომ ნეირომედიატორების მთელ ბუკეტს იღებს და უკვე შემჯდარია მაგ პროცესზე. და რა თქმა უნდა, მამაკაცთა გარკვეული ტიპაჟი არსებობს, რომელიც ზუსტად იგივენაირად იქცევა. მასეთ მამაკაცებში ქალურობა დომინირებს, ანუ მათში პრობლემური ქალის საწყისი დომინირებს. რას ნიშნავს ხანგრძლივი ურთიერთობა? სასტარტო დოფამინი შეგვიძლია შევადაროთ ფულს. ანუ თავიდან აქეთ და ისე უბრალოდ გიხდიან ფულს იმისთვის, რომ არ უღალატოთ ერთმანეთს. გამოდის, რომ ურთიერთობის დასაწყისში თქვენთვის მომგებიანია ერთგულება. იმიტომ რომ ბენეფიტებს იღებთ დოფამინის სახით. იმიტომ რომ თქვენი დოფამინი არის თქვენი ურთიერთობის ცენტრში. მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც შვილები გეყოლებათ, ან როდესაც გავავთქვათ 5 წელი, ეგ ყველაფერი სრულიად პირიქით ტრიალდება. ანუ ერთ-ერთ თქვენგანს ვთქვათ ქალს, ფულს უკვე იმისთვის უხდიან, რომ უღალატოს. იმიტომ რომ დოფამინი უკვე გარეთ არის და არა თუ ურთიერთობის ცენტრში. ჯერ ცოტას უხდიან ფულს, იმიტომ რომ ჯერ უბრალოდ გახედა. შემდეგ ეტაპზე მეც უხდიან. გარკვეული დროის შემდეგ კი იმხელა კურსს ხსნის ადამიანი, რომ უკვე აკანკალებს სიამოვნებისგან. უკვე ცუდად გრძნობს თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც წყდება. დოფამინის ლომკას შიზოფრენულ მდგომარეობამდეც კი შეუძლია ადამიანის მიყვანა. მაგრამ ამ ყველაფრის გააზრებას ვერ შეძლებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ემოციურ იმპულსს ნებდებიან. ხანგრძლივი ურთიერთობა აბსოლუტურად ყოველთვის იმ აზრით უნდა დაიწყო, რომ ერთ დღესაც მემარცხნივ გადახვევა აუცილებლად მომინდებაო. და სულ რომ რაღაც სასწაული მოხდეს და არ მოგინდეს, მაინც რაღაც ცდუნებები აუცილებლად იქნება. მაგრამ რაშიც ეჩვი არ უნდა შეგვეპაროს, თუ ადამიანმა მხოლოდ დოფამინის გამო, ანუ მხოლოდ სიამოვნების გამო დაიწყო ურთიერთობა, მაშინ ისედაც გასაგებია მაგ ურთიერთობის პერსპექტივა. ის აუცილებლად წავა ღალატზე, იმიტომ რომ ერთ დღესაც ეგ სიამოვნება იქ იქნება. და ვთქვათ ითმინა და არ წავიდა, რა ხდება ამ დროს? რა ხდება და უბრალოდ იტანჯება. ეგ ტანჯვა კი ხასიათში გადადის. ხასიათი კონფლიქტებში. კონფლიქტები კი დაშორებას იწვევს. საბოლოო ჯამში მაინც ღალატი მივიღეთ. ხომ არსებობს ის აზრი, რომ რას ღალატობთ ერთმანეთს, დაშორდით და მერე წადით და რაც გინდათ ის ქენითო. და ანუ თქვენი აზრით დაშორება არ არის ღალატი. რა თქმა უნდა ღალატია.
მაგ ლოგიკით გამოდის, რომ სანამ დოფამინი არის, მანამდე ვარ შენთან. დოფამინი კი ერთ დღესაც აუცილებლად აღარ იქნება და მერე დავშორდეთ. რა გამოვიდა ახლა, ანუ ასე უსასრულოდ პარტნიორები უნდა ვცვალოთ. ეს არის ყველაზე აბსურდული მსჯელობის ფორმა. ჩვენ ამ საკითხს ფხიზლად და ადეკვატურად უნდა შევხედოთ. შენ უნდა მიხვდე რა გაქვს საერთო ამ კონკრეტულ ქალთან. რა გაკავშირებს მასთან დოფამინის და მომენტალური სიამოვნების გარდა. აი ამაზე უნდა კონცენტრირდე და მასე უნდა მოემზადო იმ გარდაუვალი მომავლისთვის. სინამდვილეში პოტენციური მოღალატე ქალის აღმოჩენა ძალიან მარტივია. ეგეთ ქალს თავში არ აქვს შეწირვის ფუნქცია. მაგალითად, შენი ძმაკაცი ის კი არ არის, ვისთან ერთადაც მაგარ დროს გაატარებთ. ის არის, ვინც შენთვის რთულ პერიოდში უარის თქმა და თავის არიდება რომ შეეძლო მაგის მიუხედავად მაინც გვერდში რომ დაგიდგა. გასაგებია, რომ სადმე ღამის კლუბში საგუგუნოდ ყველა გამოყვება. ეგ არ არის მეგობრობა. მეგობრობა არის, როდესაც ადამიანმა თავისგან რაღაც მოწყვიტა და შენ მოგცა. ანუ დაგეხმარა მაშინ, როდესაც ეგ მისთვის ეგოისტურად არ იყო მომგებიანი. და აი აქ იხლართებიან ადამიანები. შეყვარებულობა და დოფამინის ის დოზა ურევს ამ ლოგიკის დალაგების პროცესს. ეგ იგივეა შენს ძმაკაცს რომ უხდიდნენ ფულს, როდესაც ის შენ გეხმარება ხოლმე. შესაბამისად ეს სულ სხვა რამ არის. შენ უნდა შეხედო ადამიანს როგორ იქცევა ის დოფამინის გარეშე. როგორ იქცევა ის ისეთ ვითარებაში, როდესაც მისთვის ეგოისტურად არ არის მომგებიანი. ან თუნდაც როგორ იქცეოდა ის მის ყოფილ ურთიერთობაში. როგორ უნდა შეაფასო ქალის სიყვარულის ხარისხი. რა თქმა უნდა ცხოვრებისეული ეპიზოდებით ხდება ეგ. რამდენჯერ თქვა მან უარი პირად სიამოვნებაზე, ოჯახის კეთილდღეობისთვის. ანუ თავისი მინდები და ემოციები რამდენჯერ გადადო გვერდზე ოჯახის კეთილდღეობისთვის. და გადადო ისე რომ არ დაგაყვედრა. და ეგ ყველაფერი იმიტომ კი არ აკეთა რომ შეყვარებული იყო და დოფამინს იღებდა მაგ ურთიერთობიდან. არა, უბრალოდ იმიტომ აკეთებდა რომ ეგეთია. იმიტომ რომ შეწირვა შეუძლია ისე რომ თვითონ სანაცვლოდ არაფერს ელოდება. ზოგადად მაგ შეყვარებულობას კეთხვით ახლა კიდევ რას შევადარებდი. აი ვიღაცას მილიონ ლარს რომ ასესხებ და შემდეგ მისი ჯანმრთელობა რომ განაღლებს იმისთვის რომ დაგიბრუნოს ეგ ფული. ანუ მისი ჯანმრთელობა გაინტერესებს ფულის გამო. შენთვის მომგებიანია მისი ჯანმრთელობით დაინტერესება. ზუსტად იგივეა შეყვარებულობაც. შესაბამისად მაგ რომანტიულ ფაზაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბავშვების გაჩენამდე გრძელდება, გაცემულ ყველა იმ ფიცს, დაპირებას და შეთანხმებას არაფერი ფასი არ გააჩნია. საერთოდ არ უნდა გჯეროდეს მაგ ყველაფრის, საერთოდ არ უნდა მიუდგეს სერიოზულად მაგ ყველაფერს. შეყვარებული ადამიანი არის დოფამინით გაბრუებული ადამიანი. მას თავის პროგნოზი არ შეუძლია. და როდესაც ის შენ რაღაცებს გეფიცება და გპირდება, მან თვითონაც არ იცის როგორ მოიქცევა ხვალ. შესაბამისად, როდესაც ქალი გეუბნება რომ შენ საუკეთესო ხარ, შენსავით არავინ მყარებია, შენ სულ სხვა ხარო, უბრალოდ გახსოვდეს რომ ის ახლა არის გაბრუებულ მდგომარეობაში. და რომ გამოფხიზლდება და აუცილებლად გამოფხიზლდება, შემდეგ სხვანაირად ილაპარაკებს. და გასაგებია ყველას გვინდა მზრუნველი ქალი. და რა არის საერთოდ ზრუნვა? ზრუნვა არის დროის, ენერგიის და რესურსების შეწირვა. ყველას გვინდა ერთგული ქალი. რა არის ერთგულება? ეგ არის მკვეთრი ემოციების, დოფამინის შეწირვა. ყველას გვინდა კეთილსინდისიერი ქალი, რომელიც ყოველწამს და ყველაფერზე არ გაგებუტება. ეგ კი ყველაზე მთავარია, რაც უნდა შეწიროს ქალმა. უნდა მოაკეტინოს თავის სიამაყეს და ეგოს, რომლებიც აიძულებენ მას რომ გაღიზიანდეს, ეწყინოს და გააუფასუროს. და როდესაც შენ ხვდება ქალი, რომელიც პირდაპირ გეუბნება რომ მე მინდა რომ ვიყო ბედნიერიო, გახსოვდეს რომ მის გეგმებში არაფრის შეწირვა არ შედის. მხოლოდ მიღება უნდა. და იმაზე მეტის მიღება უნდა, ვიდრე ახლა იღებს. მოღალატე ქალი არის აი იმ წამალზე შემჯდარი ტიპივით, შენს უბანში ქუჩაში რომ ხვდება ხოლმე. მას არ აქვს ემპათია, მას უბრალოდ უნდა მაქსიმალური, ექსტრემალური დოზის მიღება. და მას სულ ფეხებზე ჰკიდია რომ ბებოს პენსიას ხარჯავს მაგნეხუზე. მას შეუძლია სახლიდან ნებისმიერი ნივთის გატანა მაგის გამო. ზუსტად იგივეა მოღალატე ქალის შემთხვევაშიც. მას ისე აწვება ემოციები რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. ფეხებზე ჰკიდია სინდისიც, ქმარიც, ორი შვილიც, ნათესავებიც, მეგობრებიც, საერთოდ არავინ და არაფერი აინტერესებს. მაგრამ მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს რომ ასეთი ქალის გამოაშკარავება ყოველთვის არ არის მარტივი. იმიტომ რომ მას აქვს რემისიის ფაზაც. რა არის რემისიის ფაზა? ეგ არის ის შეყვარებულობა, რაზეც დღესაც ბევრი ვისაუბრეთ. სანამ ის შეყვარებულია, ის ჩიხირთმასაც გიმზადებს, არც შენს დაყრდნილ წინდებზე აქვს პრობლემა და არც იმაზე ტუალეტის ჩარეცხვა რომ გავიწყდება.
პირიქით ძალიან მოწიწებით გიდგება და სიამოვნებს მაგ ყველაფრის კეთება. მაგრამ როგორც ვთქვით, დოფამინის დონე აუცილებლად დაიკლებს. და როდესაც დაიკლებს, შენ არ გიშველის არც შენი ეფექტური ქცევა, არც შენი საჩუქრები, არც შენი ფული, საერთოდ არაფერი არ გიშველის. თუ ქალის თავში არის ჩაწერილი ღალატის პროგრამა, შენ ვერაფერი გიშველის, ვერაფრით შეაკავებ მას. იმიტომ რომ მას დოფამინი სჭირდება, შენ კი ვეღარ აძლევ. კარგად იქცევი, ცუდად იქცევი, ამოგზაურებ, საჩუქრებს უყიდი, ხელის გულზე ატარებ თუ რას იზამ, არაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე. უბრალოდ მის თავში სულ სხვა წყობაა. სხვადასხვა განზომილებებში ხართ თქვენ. ეგეთი ქალი არის იმ მანქანასავით, რომელშიც არის ფარული დეფექტი, რომელიც გარკვეული გარბენის შემდეგ ავლენს თავს. შესაბამისად არ არსებობს მამაკაცი, რომელმაც თქვა, რომ მე ვიცოდი ჩემი ცოლი რომ მიღალატებდაო. არა, ყველა მათგანს ეგონა, რომ ის დაზღვეული იყო ასეთი მოვლენისგან. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მამაკაცი თვითონე უბიძგებს ქალს ღალატისკენ. მაგალითად, როდესაც კი არ უშლის, პირიქით ახალისებს ქალს, რომ მან გამომწვევად ჩაიცვას. თვითონვე დებს სოციალურ ქსელში მათ საერთო სურათებს, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ქალს თითქმის არაფერი აცვია. და როდესაც შეხედავ მათ, ფიქრობ, ეს მისი ქმარია, თუ მისი სუტინიორი. მოკლედ, თუ შენ გინდა, რომ ძალიან სიღრმისეულად შეიმეცნო ეს საკითხი, გადადი ბმულზე და დაათვალიერე დახურული, ფასიანი ვიდეო ლექციები. ბმული აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად მომწერე WhatsApp-ზე.